ინგლისურში არსებობს ერთი საინტერესო სიტყვა და ეს არის actually, რომელიც შეიძლება რომ ბრიტანეთის რომელიმე ქალაქში გამოთქვან როგორც actually. და actually-ს აქვს ძალიან ბევრი გამოყენება. მაგალითად, პირველი, actually შეიძლება ქართულად ითარგმნებოდეს როგორც რომ სინამდვილეში. აი მაგალითად ნახეთ, I didn't actually see her. I just heard her voice. რომ მე სინამდვილეში ის არ მინახავს, მხოლოდ მისი ხმა გავიგე. მეორე, actually შეიძლება ნიშნავდეს მართლა. ან კიდევ აი მაგალითად ძალიან, ნახეთ. We actually had hard time moving that sofa. რომ მართლა გაგვიჭირდა ამ დივნის გადაადგილება. აი აქ actually უკვე ითარგმნება როგორც მართლა, ძალიან, ანუ ძალიან გაგვიჭირდა ამ დივნის გადაადგილება. Okay? და მესამე. Actually, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ქართულად ვამბობთ ხოლმე, რომ იცი რა, აი ნახეთ, როდესაც რაღაცა ისეც ვამბობთ, რომ გამოვხატავთ ჩვენს გაკვირვებას, თითქოს თავიდან ველოდით, რომ რაღაც სხვანაირად უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე სხვანაირად მოხდა. აი სიტყვაზე, მეგობარი თუ მეკითხება, რომ მოგეწონა ეს ფილმი? და მე მეგონა რომ ეს ფილმი არ მომეწონებოდა, მაგრამ მომეწონა და ვეუბნები ქართულად, რომ იცი რა, მომეწონა, აი ზუსტად ეს ტონი და ინტონაცია ინგლისურად იქნებოდა ასე. Actually, I liked it. და აი აქ actually უკვე გადაითარგმნება როგორც იცი რა, okay?